მეგობრებო, დღეს მე მინდა გესაუბროთ Notebook LM-ზე, ეს არის Google-ის პროდუქტი, რომელიც პრინციპში ხელმისაწვდომია ასევე უფასოდ, საიტზე Notebook LM Google.com-ით და წარმოადგენს ძალიან კარგ ინსტრუმენტს, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილს, რაღაცა ინფორმაციის დამუშავებისთვის, ანალიზისთვის და ასე შემდეგ. ანუ რით განსხვავდება ეს ინსტრუმენტი, დავუშვათ ჩვეულებრივი Gemini-ისგან, ChatGPT-ისგან და ასე შემდეგ. ну, ვიცით, რომ იქაც შეგვიძლია ჩვენ ავტვირთოთ ფაილები და ვთხოვოთ დავუშვათ ხელოვნურ ინტელექტს, რომ დაამუშავოს ეს ფაილები, მაგრამ ну, Notebook LM-ი არის კონკრეტულად შექმნილი იმისთვის, რომ იმუშაოს თქვენს მიერ მოცემულ ინფორმაციასთან, შედარებით ბევრად შედარებით უფრო მინიმიზებულია ჰალუცინაციები და ну როგორც წესი Notebook LM-ი მუშაობს იმ ინფორმაციასთან, რომელსაც თქვენ მისცემთ, ცდილობს რომ აგასდეს მის ფარგლებს და ну უფრო ასე ვთქვათ არის კონკრეტულად ამ ინფორმაციის ანალიზისთვის, დამუშავებისთვის, overview-ისთვის და ასე შემდეგ შექმნილი ინსტრუმენტი, ანუ უფრო ვიწრო ინსტრუმენტია. აქ ყველაფერი არის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ნოუთბუქების, ან საქაღალდეების გარშემო შექმნილი, ანუ თქვენ ქმნით რაღაც საქაღალდეს და შეგნით ვითავთ იმ ინფორმაციას, რომელიც გჭირდებათ, რომლის დამუშავებაც აპირებთ. რაც შეეხება ინფორმაციების წრე, ანუ არის წყაროების წრე არის საკმაოდ ფართო, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ინფორმაცია აქედანვე, შეგიძლიათ ასე ვთქვათ, ავტვირთოთ PDF-ები, დრაივიდან მივუწვეთ და ასე შემდეგ. მოდით ეს ყველაფერი ახლა ვნახოთ, როგორც კეთდება. ну საიტი არის notebook.lm Google.com, რომლის მეც გაიხსნება, ასე ვთქვათ, ესეთი ფანჯარა, ესეთი საიტი. notebook.lm გთავაზობთ რაღაცა ასე ვთქვათ, სტანდარტიზებულ ზოგად ვარიანტებს, შეგიძლიათ აქ შეხვიდეთ და ნახოთ რეებია, ანუ უკვე აქ არის ატვირთული დავუშვათ წყაროები, უკვე არის გამზადებული რაღაცა შედეგები, მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი გაკეთება, ანუ თქვენი notebook-ის გაკეთება, შეგიძლიათ დააჭიროთ create new აქ, ან create new notebooks, პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს და უკვე აქედან იწყება მუშაობა. პირველი, რასაც გთავაზობთ თქვენ notebook-ელემ, ეს არის წყაროების ატვირთვა, მითითება. ყველაზე მარტივია დავუშვათ მოძებნოთ წყაროები, ან თუ თქვენ გაინტერესებთ რაღაცა, პირობითად რაღაც კომპიუტერის აგებულება, ან არ აქვს მნიშვნელობა რა, ჩაწერეთ ამას ასე ვთქვათ აქ, პირობითად და დააჭერთ ძებნა, შესაბამისად შეეცდება რომ მოძებნოს ინფორმაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო უპრიანი იქნება, თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა ფაილები, ეს ფაილები ავტვირთოთ, მოდით მე აი ეს ყურვად შექმნილ notebook-ს წავშლი, აი იქიდან ხდება, დივით. და ანუ რეალურად რასთან გექნებათ ყველაზე ხშირად, ეს არის ატვირთვა ფაილების, შეგიძლიათ upload files მიუთითოთ და ატვირთოთ ნებისმიერი რამე, რაც დავუშვათ გაქვთ თქვენ დოკუმენტაცია, პირობითად რაღაცა პროექტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. იკეთება თითქმის ყველანაირი ფაილი, PDF-ი, Word-ი, გარდა ასე ვთქვათ, პრინციპში PowerPoint-ის. ანუ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე გადავაწყდი იმას, რომ ვერ ტვითავ ფაილს, ეს იყო შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ, PowerPoint-ის ატვირთვა ვცადეთ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა რეალურად, შეგიძლიათ PowerPoint-ი გადააკეთოთ PDF-ად დაუშვათ და ისე ატვირთოთ. აი ხედავთ თქვენ ყველა იმ ფაილის შესაძლებელი, ანუ სიას ისე ატვირთვათ შეგიძლიათ და შესაბამისად შეგიძლიათ ესე ატვირთოთ. შეგიძლიათ მივუთითოთ ვებსაიტები, ну, ერთადერთი აქ ახლა თუ რამეს დახურული ვებსაიტია, რომელიც არის პაბლიკი ან დავუშვათ ფასიანი სტატიებია და ასე შემდეგ, აქ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში არ მუშაობს, ეს პრინციპში წერია კიდევაც აქ. და ასევე შეგიძლიათ რა თქმა უნდა YouTube-ის ლინკები ატვირთოთ, რაღაცა ვიდეოები პირობითად რომელიც გაინტერესებთ და შესაბამისად ეს ყველაფერი აქ გქონდეთ. ერთადერთი შემთხვევა შედარებით ახალი YouTube-ის ვიდეოები შეიძლება არ აიტვირთოს, ან უბრალოდ როგორც წყარო არ გამოდგეს და ასევე, რა თქმა უნდა, მხოლოდ public YouTube ვიდეოების, ასე ვთქვათ, ატვირთვა ხდება, ანუ სხვა უფრო ესეთი ვიდეოების, რაღაც private თუ არის ან დახურული, ან ესეთი ლინკით რო არის გაზიარებული, რომელიც მარტო ლინკით შეიძლება ნახოს, ამ სხვა არა, მაგრამ უმეტესობა ხა YouTube-ის ვიდეო, რასაც გადააწყდებით, ჩვეულებრივად აიტვირთება და notebook-ები გაეცნობა მათ შინაარს. პრინციპში ეს ყველაფერი წერია, რაღაც შეზღუდვები აქვს, რა თქმა უნდა, ამ ინსტრუმენტს, ეს ყველაფერი აქ წერია, შეგიძლიათ გაეცნოთ და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს
drive-დან მითითება, ან თუ თქვენ Google Drive-ზე გაქვთ რაღაცა დოკუმენტები, ფაილები, შეგიძლიათ აქედანაც ატვირთოთ, ანუ კომპიუტერიდან რეალურად არამედ თქვენი drive-დან მიამაგროთ და ასევე copy-თ ტექსტი. ანუ თუ უბრალოდ რაღაცა ტექსტია, დააკოპიოთ პირობითად წიგნიდან დააკოპიოთ რაღაც ერთი სტატია და გინდათ მხოლოდ ეს ერთი სტატიის გარშემო ისაუბროთ, თქვენ შეგიძლიათ ესეთი რაღაცა აქ პირდაპირ დაკოპირებული ტექსტი ჩასვათ. და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ნებისმიერი კომბინაცია შეგიძლიათ გააკეთოთ. ანუ არ არის პრობლემა, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ატვირთოთ სხვადასხვა კომბინაციით. ნუ ახლა მე უბრალოდ რაღაცა ფაილს ავტვირთავ, აქ რაღაცაზე მაქვს, პირობითად არ აქვს მნიშვნელობა. და პრინციპში ასევე არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა ენაზე არის წყაროები. შეიძლება, მოკლედ, წყაროები იყოს სხვადასხვა ენაზე. დავუშვათ ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად, ქართულად, არ აქვს მნიშვნელობა, როგორც ესე ამ ყველაფერს ეცნობა. და როცა დასრულდება, ასე ვთქვათ, ატვირთვა, აი აქ შეწყდება ეს ტრიალი, იქნება რაღაცნაირად დროშასავი დაესმევა და თქვენ შეგიძლიათ შესაბამისად იმუშაოთ ამ წყაროსთან. როგორც კი ეს წყარო აიტვირთება და გასაგები გახდება ნოუთბუქ ელემენტისთვის, აქ აი ეს ინსტრუმენტები გახდება ხელმისაწვდომი. მაგრამ სანამ ეს ინსტრუმენტები იქნება ხელმისაწვდომი, მოგეთ გადავხედოთ ზოგად სეტინგებს. სეტინგებში ჩვენ გვაქვს ძირითადად რაც თქვენ გამოგადგებოთ, ეს არის output language. ანუ სტანდარტული ენა, რომელთანაც იმუშავებს და რომლის რა ენაზეც მოხდება შედეგების ფორმირება. ნუ, ჩემ შემთხვევაში ახლა ინგლისურია მითითებული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მიუთითოთ აქ არის სიაში ქართული ენა, ანუ ყველაფერი მოხდება ასე ვთქვათ ქართულ ენაზე. ნუ, ერთადერთი რაც მე შევამჩნიე, როდესაც ხდება ეგრეთ წოდებული სლაიდების გენერირება, ქართულ ენაზე ზოგჯერ ასოები ერევა, ცუდად ხატავს, შეიძლება ითქვას ასეთ ამ ასოებს, ერთადერთი აი ეს შევამჩნიე, ასე ვთქვათ ეს პრობლემა. ნუ დანარჩენი, ნუ ინგლისური ალბათ ყველაზე კარგად გამოდის, ჩემი შეფასებით სუბიექტურად, მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა როგორც წესი რაც ქართულად არ არის. ერთადერთი რაც გითხარით, შეუძლია დავუშვათ სლაიდების გაკეთება, რაც პრეზენტაციასავით და აქ ერევა. ნუ ცოტა ახლა დიდხანს მოუნდა, როგორც წესი ამდენი ხანი არ ჭირდება წყაროს, ასე ვთქვათ, მისათითება, ნუ დავალეფერშოთ. ხო, ანუ უბრალოდ გაიჭედა, ზოგჯერ იჭედება, იშვიათად, მაგრამ ესეთი რაცა ხდება. მოკლედ, აქ რაღაცა მოკლე, ასე ვთქვათ, შედეგებს გვაძლევს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს შედეგები იყოს ქართულად აუცილებლად სეტინგები პირობითად ქართულზე გადართეთ, ან თუ თქვენ ძირითადად მუშაობთ ქართულ ენასთან, აქ შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩატი. ანუ წარმოვიდგინეთ, როგორც ესაუბრებით ChatGPT-ს, როგორც ესაუბრებით, ასე ვთქვათ, Gemini-ს, ან რა ვიცი, თქვენი არჩევანი რაც არის, აი ესე შეგიძლიათ გააგრძელოთ საუბარი აი ამ ასე ვთქვათ, ამ ჩატში და დაუსვათ კითხვები და მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით შეეცდება კითხვების დასმა. როგორც წესი, მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით ხდება კითხვების დასმა. მაგრამ მე პირადად ვიყენებ ნოუთბუქ ელემენტს არა იმის გამო, რომ შემიძლია ამ დოკუმენტის გარშემო დაუშვათ ჩატის წარმოება, არამედ აი ამ სტუდიოს ინსტრუმენტების გამო. და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რა ენა გაქვთ მითითებული სტანდარტულად, კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენებისას, როგორც ესე შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი ენა. ყველაზე ხშირად რასაც მე ვიყენებ, მოდით ჯერ ამით დავიწყოთ, ეს არის audio overview, video overview და slide deck-ი. ნუ რამოდენიმე ვიდეო ამ არხზე, რა ვიცი, ვინც უყურებს ამ არხს devs video overview გაკეთებული, ანუ notebook ელემენტის. audio overview შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აქ დავაჭიროთ აი ამ ნიშანს და audio overview არის რამოდენიმე ვარიანტი. არის ორ host შორის, ანუ რაღაცა თითქოს პოდკასტია, ესეთი რაღაც არის, ანუ ორ host შორის მიდის საუბარი და რაღაცნაირად ამ თემის გარშემო. brief-ი არის რაღაცა შედარებით მოკლე მიმოხილვა, ხმოვანი, რა თქმა უნდა, კრიტიკა არის ძალიან საინტერესო და ბოლო დროს ძალიან ხშირად ვიყენებ. ეს არის, როდესაც მოცემულ წყაროზე შედარებით კრიტიკული საუბარი მიდის, ანუ თუ აქვს ამას სუსტი მხარეები, თუ აქვს რაიმე, ასე ვთქვათ, შეცდომები ან არასწორად არის დაუშვათ ფორმირებული, ყოველ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ცდილობს იპოვოს სუსტი წერტილები მოცემულ
ფაილებში ან ფაილში, რასაც თქვენ ატვირთავთ და კრიტიკა გააკეთოს. შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ იმისთვისაც, რომ რაღაცა წყაროებში იპოვოთ დაუშვათ რაღაცა სუსტი წერტილები, ან თუნდაც თქვენს მიერ დაწერილი სტატია, ნამუშევარი და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ასევე ატვირთოთ აქ კრიტიკა მოისმინოთ თქვენ ნამუშევარს. ну, როგორც წესი, ალბათ ის უფრო ამ სახით ალბათ უფრო თუ რამე წიგნი გაქვთ დაწერილი ან დიდი მონაცემი და აი ეს რაღაცას გჭირდება. და დებატი როდესაც ამ შემთხვევაში, ну, უფრო არა ძალიან კრიტიკულად, არამედ უფრო დებატის სახით მიმდინარეობს აუდიო პოდკასტის ფორმირება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ამ ვარიანტის არჩევის შედეგად მიუხედავად თქვენ შეგიძლიათ აქ რაღაც კონკრეტული ინსტრუქცია მისცეთ. თუ თქვენ ეს გჭირდებათ, რომ უფრო აქცენტი რაღაცაზე გააკეთოს. მაგალითად, პირობითად აი აქ შეგიძლიათ ვარიანტს გთავაზობთ, რომ მაგალითად მხოლოდ 3 რაღაც სცენარი მომეცით და ასე შემდეგ. და აქ შეგიძლიათ ასევე ენა აირჩიოთ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად იქ სეტინგებში რა ენა გაქვთ, ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, შედეგი შეიძლება იყოს სხვა ენაზე. ну, მაგალითად ქართულზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი სეტინგებში რა ენა გაქვთ მითებული, თუ აქ ჭირდებათ სხვა ენა, ჩვეულებრივად მისცემთ სხვა ენას. ეხლა მე აქ უბრალოდ აი briefs-ზე მოკლეზე გავაკეთებ, generate და დაიწყებს ასე ვთქვათ, შექმნას. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ეს პირობითად კრიტიკაც მიუთითოთ და generate მისცეთ, ანუ რამოდენიმე audio overview გააკეთოთ. video overview შემთხვევაში აქ თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი, ანუ ძალიან დეტალური ახსნა, განმარტება და briefing. მოკლე, აქაც შეგიძლიათ ჩვეულებრივი ენა ირჩიოთ, რომელზეც გინდათ კონკრეტულად ეს გაკეთდეს, თუ არა და აქ დეფოლტად ყოველთვის ის ენა გექნებათ, რაც სეტინგებში გაქვთ აი აქ. და ну, ვიდეოს აქვს ძალიან კარგი ინსტრუმენტი, ეს არის Rust-ში დახატავს. მე მაგალითად რაღაცებისთვის ვიყენებდი ადრე დავუშვათ რაღაცა აი რაღაც მულტფილმის სახის დაუსვათ შეგიძლიათ აირჩიოთ კავაი და ასე შემდეგ. მოკლედ შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული სტილი ხატვის ვიდეოში, მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ მიენდოთ ლოგიკ ელემენტს, შეგიძლიათ აირჩიოთ auto, ამ შემთხვევაში შინაარსის მიხედვით შეეცდება რომ მოარგოს და თუ რამე ოფიციალურია, პირობითად classics აირჩიეს ან whiteboards. თუ რამე უფრო დავუშვათ ზაფხულით არის, შეიძლება ეს პირდაპირ მიასვას ეს მულტფილმის სტილი და ასე შემდეგ. მოკლედ auto ცდილობს ინფორმაციის მიხედვით ააწყოს ყველაფერი. და ну, რაც შეეხება ასე ვთქვათ, აქაც შეგიძლიათ კონკრეტული ინსტრუქციები მისცეთ, თუ გჭირდებათ, რაღაცაზე რაზე გააკეთოს აქცენტი, რაზე არ გააკეთოს, ან დაუშვათ რაღაც გამოტოვოს, ან პირიქით უფრო გაშალოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ შეგიძლიათ ეს ინსტრუქციები მისცეთ. mind map-ი არის უფრო რაღაცა სტრუქტურა ფაილის, რეპორტი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ არსებულ ინფორმაციაზე დაყნობით, რომელსაც თქვენ ატვირთავთ ბუდიში, შეგიძლიათ გააკეთოთ ფორმირება, მაგალითად სასწავლო გეგმის, რაღაცა დოკუმენტის და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრ ვარიანტს გთავაზობ, დავუშვათ ტექნიკურ შეჯამებას ან რაღაცა კონცეფტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეგიძლიათ გაეცნოთ, მაგრამ გარდა იმისა, რაც წერია ზოგადად, შეგიძლიათ ასევე დააჭეროთ ამ ფანქციის ნიშანს, რა თქმა უნდა, შეცვალოთ ენა. ფაქტობრივად ნებისმიერ ინსტრუმენტზე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ენა და რაღაც კონკრეტულ იმაზე ისაუბროთ. და აქ ინსტრუქციებია მოცემული, რომელიც ასევე შეგიძლიათ დაარედაქტიროთ. პირობითად მოდით აი blog post-ის ვარიანტშიც generate მივცეთ. ხო, მეტად blog post-ზე მინდოდა ვთქვათ ქართულის ვარიანტის, აი დავუშვათ study guide იყოს, მოდ ქართულად. მოდ ეს ვარიანტიც მივცეთ. და შევხედოთ. ოკეი. შესაძლებელია ეგრეთ წოდებული ბარათების გაკეთება. დავუშვათ თუ ეს უფრო რაც ტერმინებს ეხება, შეიძლება ვიღაცამ დავუშვათ ეს ინსტრუმენტი დაიხმაროს, რაც მედიცინაში ან სამართალში სწავლისთვის და რაღაც ეს ბარათები გააკეთოს. კვიზის გაკეთება შეიძლება, ანუ პირობითად კითხვები რო დაგისვათ, სირთულე შეგიძლიათ აირჩიოთ, ასე ვთქვათ, რამდენი კითხვა იქნება, დავუშვათ ცოტა კითხვა იქნება. ერთადერთი ალბათ ეს ერთადერთი მომენტია, სადაც აი ენის არჩევა შეიძლება და არის სეტინგებზე დამოკიდებული რა ენა. მოდით ესეთ ვცადოთ.
ინფოგრაფიკა, შესაძლებელი გავაკეთოთ ინფოგრაფიკა, აქაც შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ენის არჩევა, მოდით ვცადოთ ქართული. სადაც დამეკარგა ეს ქართული, ახლა სად არის, არ ვიცი. სადაც დამეკარგა. მოდი ვნახოთ. აგერ ყოფილა. შეგიძლიათ დავუშვათ ინფოგრაფიკაც ასევე სტილი აირჩიოთ, მაგალითად სტანდარტული იყოს, ან მოკლე, მოდით მოკლე ავირჩიოთ და სამეცნიერო სახე მივცეთ. ნუ ინსტრუქცია თუ გჭირდება, ჩაუვდოთ რამე, რაც ჩვენ გვინდა აქცენტი გავაკეთოთ, ესეც შეგიძლიათ გააკეთოთ, არ იქნება პრობლემა და პრეზენტაცია. პრეზენტაცია დაახლოებით 15 სლაიდს აკეთებს, თუ დეფოლტ სიგრძე იქნება. შესაძლებელი ეს იყოს ახსნა განმარტებითი, ან ნუ ეგრეთ წოდებული presenter slides, როდესაც მოკლე წერია, ასე ვთქვათ, სლაიდზე და წერია ფართოდ. აქაც შეგიძლიათ მოდით ქართული ავირჩიოთ და ვნახოთ ქართულ ასოებს როგორ გააკეთებს. ზოგჯერ ევა სიმართლე რომ გითხრათ, აი, როცა ხატავს და პრეზენტაცია ამ შემთხვევაში არის ხატვა რეალურად, ნუ ზოგჯერ ევა. და ასე შემდეგ, მოგეთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, ახლა data table-ი ალბათ როგორც წესი ცხრილები საჭიროა, თუ რამე ესე ციფრობრივი მონაცემები გვაქვს. მოგეთ ეს ყველა ინსტრუმენტი ძალიან გამოსადეგია, სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა გქონდეთ თქვენ ინსტრუმენტი და ეს შედეგები როცა გამზადდება, არის ერთი დიდი პლუსი. Notebook LM-ის აპლიკაცია არსებობს მობილურისთვისაც. ნუ Android-ი ვნახოთ, იგივე იქნება iPhone-ი, ანუ არსებობს Google Play-ზე, შეგიძლიათ ჩვეულებრივად დააყენოთ და მაგალითად იმუშავეთ კომპიუტერთან, ატვირთეთ წყაროები, ლიმიტი წყაროების თუ აცდები 200 არის უფასოზე, თუ 100, ნუ მოკლედ რაღაც ლიმიტი არსებობს წყაროების, მაგრამ საკმაოდ დიდია. თუ აცდები, აი მე ხა არა მაქვს, მე მაქვს შედარებით პლუს ვერსია, შედარებით ისეთი იაფიანი. თუ აცდები, აი სადაც 500-მდე ადის პრო ვერსიაზე, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. ნუ საბოჯაშო საკმაოდ ბევრი წყაროს ატვირთვა შეიძლება და მოკლედ ბევრი წყარო ატვირთეთ, დაამუშავოთ და მობილურიდან შეგიძლიათ გახსნათ და რაღაცები ნახოთ მერე. პირობითად, აი თუნდაც მოусმინოთ, აი მოდ ქართულად დღეს წარმოგიდგენთ Ninja One-ის ავტომატიზაციის პარამეტრების ძალიან მოკლე და სწრაფ მიმოხილვას. ხომ იცით, როცა Ninja One-ში სკრიპტებს ვუშვებთ, პარამეტრები, ანუ ეგრეთ წოდებული არგუმენტები, ზუსტად ის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება, რომ ეს პროცესები იდეალურად მოვარგოთ ჩვენს კონკრეტულ საჭიროებებს. პირველი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, არის ის, რომ სისტემა მუშაობს მხოლოდ ტექსტურ, ანუ string ტიპის პარამეტრებზე. და ასე შემდეგ. მოკლედ შეგიძლიათ ესე მოусმინოთ, თუნდაც მობილურში, როცა აწარმოებთ ამას ამ შედეგებს ან კომპიუტერში. ასევე შეგვიძლია გქონდეს, ნუ ფაქტობრივად ბლოგპოსტი, ნუ ეს ინგლისურად გააკეთა, იმიტომ მგონი არ ქონდა მითითებული. ანუ, ნუ მოკლე აღწერა რა, იქ დოკუმენტი დიდია, აქ შეიძლება ასე ვთქვათ, აი ესე პოსტის სახით, ბლოგპოსტის სახით გქონდეთ მოკლე. და აქედან ჩვეულებრივად დააკოპირებთ ვთქვათ ამ და სადმე ჩასვავთ, არ ვიცი. შესაძლებელია ასევე აქ ჩვენ გქონდეს ნუ აწარმოა. ნუ კვიზი, მაგალითად კითხვები დაგვისვას, ტესტის შექმნა რეალურად და თუ სტუდენტი იყენებს ამას შეიძლება ასე ვთქვათ ეს თავისი შემოწმება ავტომატურად გააკეთოს, ანუ ჯერ პირობითად მოусმინოს audio overviews, ანუ უყუროს video overviews და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ კვიზი გაიაროს, ან ტესტი გაიაროს. Study guide-იც გააკეთა, ნუ ეს სიმართლე რომ გითხრათ, პლუს მინუსი ბლოგპოსტის study guide-ი, აი და იგივე და აქ ქართული ენა მივუთითეთ, ხედავთ საკმაოდ კარგად წერია ქართულად, ანუ ასე ვთქვათ, და study guide-ის დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე, რომ კითხვებს სვავს და გაშლილ პასუხებსაც ამატებს, ანუ შეიძლება ესე გამოიყენოთ. და ნუ საბოლოო ჯამში ჩვენ კიდე ნუ აქ პრეზენტაციებს აკეთებს, როგორც ხედავთ, ცოტა დიდხანს უნდება, მაგრამ ზოგჯერ სწრაფად აკეთებს, ახლა სიმართლე რომ გითხრათ, ზოგჯერ ნელა აკეთებს, გააჩნია ალბათ დატვირთვას სისტემის. საბოლოო ჯამში ეს ინსტრუმენტი მე მგონი გამოადგება, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჭირდება ანუ რაღაც დოკუმენტებთან სასწავლო ან ანალიტიკური მიზნებისთვის მიზნებში სამუშაოდ. ერთადერთი, ნუ ეს ინსტრუმენტი პოზიციონირდება, სიმართლე რომ ვთქვათ, როგორც
ნაკლები ჰალუცინაციების მქონე, ანუ როგორც წესი ის მუშაობს ასე ვთქვათ, ყოველ წყაროებზე დაყრდნობით. და აი პირობითად, როდესაც ის რაღაცა კითხვაზე პასუხობთ, თუ ეს არის რაღაც მრავალგვერდიანი დოკუმენტი, ნახეთ, გვერდის ნომრებს უთითებს. ანუ თქვენ ჩატში როცა პასუხობთ, აი უთითებს გვერდის ნომრებს. ხო, ანუ თქვენ შეგიძლიათ რო წერი ესეთი რაღაცა, დააჭიროთ და ნახოთ დოკუმენტში, იმ დოკუმენტში საიდანაც აიღო ეს ინფორმაცია. ანუ ეს ინსტრუმენტი ესე პოზიციონირება, თუმცა მაინც ეხლა მე ძალიან ხშირად მუშაობ ამ ინსტრუმენტთან, არის შემთხვევები, როცა რაღაცები ეშლება. აი შეიძლება ციტატა მოიღოს, მაგრამ ციტატამ პირობითად სხვა არასწორად გაიგოს, ლოგიკურად შეიშალოს. თუ სხვადასხვა დოკუმენტი, ეხლა ჩვენ ერთი დოკუმენტი ავტვირთეთ, მაგრამ პირობითად თუ სხვადასხვა დოკუმენტი ავტვირთეთ, შეიძლება ანუ ავტორები შეიშალოს, ერთმა ავტორმა რაც თქვა მეორეს მიაწეროს. აუდიო overview-ში თხილად იყავით, შეიძლება ცოტა მეტი ჰალუცინაცია, ასე ვთქვათ, მოახდინოს, ანუ რაღაცები მოიტანოს ისეთი, რაც არ ყოფილა. და ნუ რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა მასთან მუშაობთ, მაინც უნდა გადავამოწმოთ, ეს არ არის ისეთი რაღაცა, რომ ბრმად, აი აბსოლუტურად რა ვიცი, ბრმად ვენდოთ, ეს არის ძალიან კარგი დამხმარე ინსტრუმენტი. შედარებით და ბევრად უფრო ნაკლებად ჰალუცინაციებისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ მაინც აქვს შეცდომები, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, მაგრამ გადავხედოთ, თუნდაც იგივე აი ბლოგპოსტი თუ რაღაც და ასე ვთქვათ მოხდა ფორმირება, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ გადავამოწმოთ მაინც, ანუ გადავხედოთ და არა ისე რომ აი რა copy paste წავიღოთ, იმიტომ შეიძლება რაღაცა შეცდომა გაიყვას, მაგრამ საბოლოო ჯამში რა ვიცი რამოდენიმე თვეა ვიყენებ ყოველდღიურად და დღეში რამოდენიმეჯერ შეიძლება თქვა რომ როდესაც სამუშაო არის კონკრეტულ ინსტრუმენტებთან, კონკრეტულ ასე ვთქვათ მონაცემებთან, ну 95% გამოსადეგია და 5% რა თქმა უნდა რაღაცა შეცდომა შეიძლება გაიპაროს და ბევრად უფრო აადვილებს ასე ვთქვათ მუშაობას მონაცემებთან. ну ეს იყო დღესაც მინდოდა თქვენთვის მომეყვა ნოუთბუქებზე, დიდი მადლობა თუ ბოლომდე უყურეთ ამას და გემშვიდობებით.